21 წელი დენი არ გაქვთ, გზა არ გაქვთ, 1 საათია ჩვენ ფეხით მოვდივართ. არეულობა რო იყო, მაშინ მასაკნეს მოიპარეს ხაზები. იმის მე რა პირდებია რომ დღეს ახვალა და მოვიდა. მე ასე მგონია რომ არაფრად არ გვაგდებენ. აქ არავინ არ ამოსულა ან გამგეობიდან ან საჩივრების ბევრია დაწერილი, მაგრამ ელემენტარული ინფორმაცია, რომ რაღაცის გაგება გინდა ინფორმაცია ხომაც უნდა გაიგო. აიცვალა, ახალი გარდაცვლილია. სულად გახდა და საცრაფო რო იყო ამოსული, სულ რო დაიხოცეთ თქვენ მთელი სოფელი აქ ამოსული აღარ აქვს. შუქი რატო ვერ შემოყავთ აქ? ტექნიკა ძირითადად ვერ გადის. ისინი კიდე ფეხით სიაროს არ იკადრებენ და 10 და 15 ოჯახის გულისთვის აქ არ ამოვიდნენ. გზაზე გადმორიცხული რო იყო თანხა 12000, ხო? იყო და ორ კვირაში გაფუჭდა ისე ეს გზა. ანუ ასფალტი არ დაუგიათ. არც ასფალტი და არც მოუხრეშეთ არაფერი. აბა რა გზა გააკეთე? მარტო გადახოდეს და მეგარის მოვისმირე. ერთი გლეხის რო იყო სოფელში, შუქი უნდა ქონდესო. 21 წელი აგერე, ახალგაზრდა არ ჩერდება. უშუქობის გავდა. შვილიშვილები და გამოვიდა ჩემი და ხა. ვერ ჩერდებიან, ეთო ტელევიზორი აქ არა არაფერი. ხაშურშიც მივმართეთ, გორშიც მივმართეთ, თბილისშიც მივმართეთ. ყველა გვპირდება, მაგრამ სახეზე არაფერი არ არის. ხდება ისი ამ წუთში აქ არავინ არ არის ოფიციალური პირი, რომ დამსახის რაღაცა შევეკითხო, ყველანი გასულები არიან და მე არა ვარ კომპეტენტური მაგ საკითხში. როდის იქნება შესაძლებელი რომ შევხვდეთ? ამ წუთში არაფრის თქმა არ შემიძლია. ბატონოს რატომ ითიშავთ ტელეფონს? ასეთი ცხოვრება გვაქვს ჩვენ.